მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 27. პოლიმასის ხის, ალუმინის და რკინის ბურთულები წყალში ჩააგდესო. ბურთულებს სიღრუე არ აქვს, ბურთულები დაალაგეთ წონასწორობაში მოსვლის შემდეგ მათი მოქმედი ამონგდები ძალების ზრდის მიხედვითო და ვითხრეს რომ რკინის სიმკვრივე მეტი არის ალუმინისაზე, ალუმინის სიმკვრივე მეტი არის წყლის სიმკვრივეზე და თავისუფლად წყლის სიმკვრივე ხის სიმკვრივეზე მეტი არისო. პირველ რიგში მოდით ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულობით გვეუბნება რომ ტოლი მასის არის ეს ალუმინიც, ხეც და რკინაც, ესე იგი დავწეროთ m ხის მასა, ტოლი არის m ალუმინის მასასა და ეს ტოლი არის m რკინის მასის. და მოდი ეს ამით აღვნიშნოთ. და სიმკვრივეები რო რკინა მეტი არის რო ალუმინზე, რო ალუმინი მეტი არის რო წყლისაზე და ეს მეტი არის თავისუფლად რო ხისაზე. კარგით, ახლა მოდით ჩვენ ასე მოვიქცეთ, ავიღოთ რაღაცა ჭურჭელი. ასე ჭურჭელი ავიღოთ. ჩავასხათ შიგნით წყალი. ასე წყალი ჩავასხათ. და გადმოგვივიდა, მაგრამ არა უშავრა. ასე ხო? და ახლა ჩვენ თუ დავაკვირდებით აი ამ გამოსახულებას წყლის სიმკვრივე მეტი არის ხის სიმკვრივეზე. შესაბამისად, ხე წყალში არ ჩაიძირება, რადგანაც ხის სიმკვრივე ნაკლებია წყლის სიმკვრივეზე. ანუ იტივტივებს, ხო? ასეთი სიტუაცია იქნება. ეს არის ხე, ხის ბურთულა ავიღოთ. ახლა ამ ხის ბურთულაზე იმოქმედებს mg სიმძიმის ძალა და f არქიმედეს ამოგდების ძალა ამ ხეზე მოქმედი და მოდით f ხე დავარქვათ ამას. და გამომდინარე იქიდან რომ ეს არქიმედეს ძალა და mg ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მართული, ეს ხე წონასწორობაშია, არ ზემოთ მიდის, არ ქვემოთ, ამიტომ f ხე სიდიდით ტოლი იქნება mg-სი, ხო? კი ბატონო, ეს გამოვარკვიეთ და ახლა მოდით ჩავწეროთ რკინაზე მოქმედი არქიმედეს ძალის ტოლი იქნება f რკინაზე მოქმედი არქიმედეს ძალა იქნება რho წყლის სიმკვრივე. მოდით სანამ მაგას გავაკეთებთ, ეს რკინა და ალუმინი რას იზამენ, ხო? ეს რკინა და ალუმინი ჩაიძირებიან, გამომდინარე იქიდან რომ რკინის სიმკვრივეზე და ალუმინის სიმკვრივეზე წყლის სიმკვრივეზე მეტი არის, ხო? ასე ბატონო ჩემო, ეს იყოს პირობითად ხე, ამაზეც იმოქმედებს mg სიმძიმის ძალა, ამაზეც იმოქმედებს mg სიმძიმის ძალა. აგრეთვე ამონგდები ძალები გვექნება, შესაბამისად f რკინა გვექნება აგერ. და f ალუმინი გვექნება აგერ, ხო? და ჩავწეროთ ახლა რკინაზე მოქმედი არქიმედეს ძალა იქნება წყლის სიმკვრივე გამრავლებული ჟ-ზე და ჩაძირული სხეულის მოცულობაზე. მთლიანად არის ჩაძირული, ამიტომ პირდაპირ v რკინა გვექნება, რკინის მოცულობა, ეს თავისუფლად ტოლი იქნება რho წყალი ისე ჟ და რკინა და მოცულობასა და სიმკვრივეების შორის კავშირს თუ გამოვიყენებთ, v რკინა თავისუფლად ტოლი იქნება m შეფარდებული რho რკინასთან, ხო, ასე. და ანალოგიურად მოვიქცეთ მოდით ალუმინის შემთხვევაშიც, ეს ტოლი იქნება აქაც რho წყალი ჟ v ალუმინი, ეს ტოლი იქნება რho წყალი ჟ m-ები ყველას ერთ და იგივე აქვს, რho ალუმინი, ასე. ეხლა მოდით აი ეს პირობა, ამ პირობას რო შევხედოთ. ახლა დავწეროთ ესე იგი რა გვაქვს, რho რკინა, მეუბნებია რომ მეტი არის რho ალუმინზეო. ნუ აქედან რა გამოგვიქვს, აქედან გამოგვივა რომ ერთი შეფარდებული რho რკინასთან, ნუ ნაკლები იქნება რho რკინა, ნაკლები იქნება ერთი შეფარდებული რho ალუმინზე, ხო? ნუ მართლაც ასე არის, რადგან ჯვარედინად თუ გადავამრავლებთ, ახლა ჩვენ ზუსტად ამ ტოლობას ვიღებთ, ხო? და ეხლა მოდით, რადგანაც აი აქ ეს სიდიდე, რho წყალი ჟ და m დადებითი სიდიდეები არის, რhoც, ჟ-ც და მასაც, შესაბამისად უტოლობის ორივე მხარეს დადებით სიდიდეზე, ან თუ გავამრავლებთ რho წყალი ჟ-ზე, უტოლობის ნიშანს არ შეგვიცვლის, ესე იგი ეს იქნება რho წყალი ჟ-ზე გავამრავლოთ აქეთაც და რho წყალი ჟ-ზე გავამრავლოთ აქეთაც. ანუ რა გამოგვივიდა, თავის მხრივ ეს არის f რკინა და აი ეს არის f ალუმინი, ხო? რომელიც გვეუბნება რომ ნაკლები არის. ეს ნაკლებია. ესე იგი რკინაზე მოქმედი ამონგდები ძალა ნაკლები გამოგვივიდა ალუმინზე მოქმედი არქიმედეს ძალისაზე. ეხლა რაც შეეხება ხეს.
ეხლა F პირობითად თუ დავუშვებთ, რომ ალუმინზე მოქმედი არქიმედეს ძალა ტოლი იქნებოდა mg-ს, ეს შეუძლებელი არის, რადგანაც ამ შემთხვევაში ალუმინი იქნებოდა წონასწორობაში და არ ჩაიძირებოდა. ნუ თუ მეტი იქნებოდა ამაზე, მით უფრო არ ჩაიძირებოდა, ხო? რადგან ტოლქმედი ზემოთ იქნებოდა მიმართული ძალების და აჩქარებით ზემოთ გაიქცეოდა, ხო? შესაბამისად, ვერც ტოლი გამოგვდის ამის და ვერც მეტი. ერთადერთი გამოგვდის ნაკლებობა რო იყოს mg-ზე. mg კიდე f ხე არის. ანუ ეს ნაკლები გამოგვდის f ხეზე. და გადავხედოთ ახლა რკინა არის ყველაზე პატარა, მერე ალუმინი და მერე ხე. ასე ზადობით უნდა დავალაგოთ. თუ დავაკვირდებით, ეს პასუხი იქნება რკინა, ალუმინი და ხე. ეს არის პასუხი G.